აი მე არ მინდება ყავა მინდება. აი მე მინდება ყოველდღიურად. შიმშილის ზნობაც კი მაგ აი ღვიძლის პრობლემაა, ესე იგი დილით თუ საჭმელი 9 საათში, 1 საათში თუ არ მოუნდა ადამიანს, უკვე ღვიძლის პრობლემაა, ხო? მაგრამ თუ არ უნდება ძალით არ უნდა ჭამოს. ანუ ჯერ უნდა ჯობია მიხედოს ღვიძლს და თუ კი არ გშია ეს ავტომატურად ნიშნავს რომ რაიმე პრობლემაა გაქვს. ხომ არ დავაფრთხოთ ანუ გაღვიძებიდან 1 საათში. ხამამი განცხადებით. გაღვიძებიდან 1 საათში? გაღვიძებიდან 1 საათში. მაყურებელს რომელსაც დილით არ შია, ვურჩევდი ერთ რაღაცას როგორღაც დაიძინოს ისე რომ მუცელი არ ქონდეს სავსე და ღვიძლი იქნება კარგად დილით. და თუ არ გვინდა შეიძლება რომ ძალით რაღაცა 1-2 უკუმა მაინც შევჭამოთ, რომ ნიგოზი და ვაშლი. ნიგოზი და ვაშლი. თუმცა ბატონო ჯაბა შეიძლება ვიღაცამ თქვა ერთი ცალი ნიგოზი. ვიღაცამ შეიძლება გითხრას რომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის მიითმევდნენ რასაც უნდა და როგორც უნდა შეწამოხლებს. კერძოდ 100 წელი ცხოვრობდნენ ბედნიერად და მშვიდად. არაფერი არ ანაღურებთ, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ნატურალური პროდუქტი. გეთახმები, მაგრამ ის ჩემი წინაპარი ან ხმალს იქნევდა, ან ჯვარს, ან თოხს. დიახ. ანუ შრომობდა და აი მე ფორმებში რო ვარ, ხო? გამაკლია. ხმალი, თოხი, რაღაც ეგეთი, ხო? თუ შეიძლება აი ამ სწორკვებასთან ერთად რაღაცა ვიტამინები რო ჩავკოთ. აი ხა, ხო, და დილით ჯობია შეჭამო ცილა. საღამოთი უფრო ნახშირწყლები. ოღონდ ეს ნახშირწყლები ხილი კი არა, იმიტომ რომ ხილმა დუღილი იცის ნაწლავებში, ამიტომ ხილი, ვაშლი ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ვაშლი დილით. რო აი ეს დუღილის პროცესი. ცილაში რა იგულისხმება, მოხარშული კვერცხი ან მოხარშული ხორცის დილა? კარგად, დიდხანს მოხარშული კვერცხი. აი საღდგომოთ რო ხარშავენ და არავის რო არ წკინს რამდენად. ან ორ მხრივად შევწვარი. თოხლა არ უნდა იყოს, რომ ნაღლის ბუშტი არ გაღაზიანდეს. ანუ თოხლა. კვერცხი, მარილწყალში ნამყოფი და არა ჭყინტი ყველი, სულგუნი იქნება ან ისა, ან ჰოლანდიური ყველი, ანუ ქარხნული მარტივად რო ვთქვათ ყველი, აუცილებლად თუ მაინც ადამიანს ხაჭო ან რაღაცა პიტნით რო სანამ ლუკმას მოერევა ორგანიზმი, ბაქტერიები არის სარგებლონი, პიტნა დახოცავს ირგვლივ ბაქტერიებს, ხო? კიდე რა, სმეტანა არავითარ შემთხვევაში? არაჟანი არა. არაჟანი არა. არა? არა. და ხაჭოს ძალიან ძიმე მაწონი. არა. ძალიან არაჟანი ძალიან ძიმე მისაღები არის როგორც მე ვიცი. ეგრე ყველის ვიცი ნაღლის მურსაღეზიანებს. კალორიებს მაგრამ ეს უბრალოდ რაოდენობით არ შეიძლება თუ ზოგადად საკვებ რაციონში. ზოგადად. და აი საინტერესოა ბატონო, ვიცი ძალიან ბევრს შრომობს ფიზიკურად. აი ძალიან გადატვირთულია, აი ის ძალები როგორ აღიდგინოს, აი რას ურჩევდით, რომ რა მიიღოს. ეხა სიუჟეტში პატარა შეცდომა დაუშვა, რომ 4-ჯერ მეტი უნდა მიიღო ნახშირწყლები. ესეა მეოთხედი უნდა 25 მაქსიმუმ 30%. ნახშირწყლების გარეშე ზოგადად, ზოგმა იცის რომ საერთოდ ნახშირწყლებს არ ესე არ შეიძლება. ცხიმი არ იწვის, აი ცხიმი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ის აკუმულატორია ენერგიის და აუცილებელია ორგანიზმს კონდეს ცხიმოვანი ცვლა მოწესრიგებული და გარკვეულ რაოდენობით ცხიმებს ღებულობდეს. ცხიმების რაოდენობა, ну, ეხლა გავრცელებული ესე ვთქვათ, ხედვით, საკმაოდ მეტია პროცენტულად, ვიდრე ნახშირწყლები. ნახშირწყლები უნდა იყოს მინიმალურ დონემდე დაყვანილი. აი, ვინც ფიზიკურად ბევრ შრომობს, გადაღლილია უпростоრად ინტელექტუალურად, იქ ნახშირწყლები ძალიან მნიშვნელოვანი იყოს მინიმუმამდე, მაგრამ აბსოლუტურად ამოღება არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში. სადღაც 20-25%-ია. და იმისთვის რომ მოთხოვნილება ტკბილზე და მოთხოვნილება რახან არის ადამიანმა უნდა მიიღოს, მაგრამ თუ რაღაც გადაჭარბებული მოთხოვნილებაა, ხო? მე მაქვს გადაჭარბებული. გადაჭარბებული უნდა მიმართოს ექიმს ან რაღაც არა, მეც ეგრევა, ჯოჯუზა. კარგი, ან რაღაცა 4-ივე ვარ, ძალიან ტკბილისტები ასე. ხო, ნუ აი ადამიანი რომელიც ფიზიკურად მუშაობს, ის იმას უბრალოდ ტკბილის მოთხოვნილება არ აქვს. აი და მეწმუნეთ რა. აი არა აქვს იმას ტკბილის მოთხოვნილება, იმდენად კარგ მდგომარეობაში აქვს კუნთები და ღვიძლი ეს ნახშირწყლების შემნახველი, ესე ვთქვათ, ქსოვილები. დიახ. ანუ და გლუკოზი ძალიან აქტიურად ვარჯიშობ და ძალიან აქტიური ცხოვრების წესს მივდივარ, მაგრამ შოკოლადზე უარს ვერ ვამბობ. შოკოლადი სხვა თემა, ქალიშვილის შოკოლადი ექსტრა. დამოკიდებულები ხდებიან, დამოკიდებულები. აი კიდევ აი ამ განსხვავებაზე მინდა რომ ვიკითხო ზუსტად. თქვენ ხშირად გაიხსენეთ ქალი მამაკაცი და აი კახასაც ძირითადად კაცების თემაზე. რა არის თქვა დასაშვები თუ შეიძლება ითქვას კაცისთვის? კაცმა ნაკლებად კალციუმი უნდა მიიღოს სხვა შორის. აი უფრო დავაზუსტოთ რაში გამოიხატება, რომელ საკვებშია ეს? კალციუმი არის ყველში, ბევრი კიტრში სხვა შორის. კალციუმი. აი ქალმა პირიქით კალციუმი უნდა მიიღო.
მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ნაკლები არ ნიშნავს საერთოდ ამოღებას. და ეს რატომ კუნთებისთვის კაცის აგებულობა, ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია რადიკალურად განსხვავდება ქალის აგებულობას. გავართ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან რადიკალურად განსხვავდება. ხო, კი, შეიძლება ითქვას აბსოლუტურად სხვა გალაქტიკები, აი აგებულობა თითქოს გავართ, მაგრამ მეწმუნეთა რომ და ჩონჩხის აგებულობა, ბიომეტრიული რაღაცები გაგიჟდებით, ისეთი რადიკალური განსხვავებებია და ნუ ახალშობილში კი უკვე ეთყობა რომ გოგონა თუ ბიჭია იმდენად განსხვავებულები არიან და კალციუმი კაცში ბევრი თუა, ბევრი, ძალიან ბევრი კიდევ ერთხელ მეორებ აუცილებელია, მაგრამ რაღაც ზღვარს არ უნდა გადალახოს. იწვევს მერე, ნუ ყოველ შემთხვევაში ადენომურ მოვლენილ პროსტატასთან სერიოზული პრობლემა. ასევე რკინას. გავისვათ კი, ზომიერება, გრძნობა. აი გრძნობს რა ადამიანი. ჯანმრთელი ადამიანი გრძნობს როდის რა უნდა. აი ძალიან სწორი მიდგომა რომ სასწორი, რა თქმა უნდა, როცა დიეტაზე არის ადამიანი, სასწორი საჭიროა, მაგრამ როცა ნუ ყოფით პირობებში ჩაულებრივად ხარ, ჯანმრთელი, ისთვის რატო უნდა იყო, რომ ჯანმრთელ ადამიანს აქვს ჯანმრთელი პირისგემო. ანუ იმას უმეტესობას რაც მოწონს და უყვარს, მაგით მიხვდები რა პარაზიტი ყავს, რა ბაქტერი, სერიოზულად ვიძახ. იმიტომ იმათ საჭიროებიდან გამომდინარე, ჯანმრთელ ადამიანს მოწონს და უყვარს ის, რაც ჯანმრთელია მერწმუნეთ და ნუ ეს მარტივად გინდება ხოლმე, ამით ჯანმრთელი თუ რა ადამიანი, როგორც კითხვის ეს მიყვარს, მორჩა. ძალიან ვრცელი თემაა. დიდი მადლობა რომ მოხვედით ამას, ჩვენ აუცილებლად კიდევ მიუბრუნდებით ამ თემას. დიდი მადლობა რომ მოხვედით კიდევ ერთხელ. ჩვენი სტუმარი იყო ექიმი ჯაბა ტყემალაძე. საინტერესო რჩევები მოგვეწოდა მართლა ბატონო ჯაბა. ნამდვილად, რომელსაც ჩვენც გავითვალისწინებთ და ჩვენი მაყურებელიც ახლა კი რეკლამის დროა მაგვიძარას ეთერში. რეკლამის შემდეგ ირაკლი შავლიაშვილი შემოგვიერთდება, რომელიც სპორტის სიახლეებს გაგვაცნობს. რამდენიმე ნაბიჯი, ხასიათი, განწყობა და პროფესიონალის რჩევები. ერთად ვისწავლოთ ტანგო. დოჰოფ, საწყალი გიორგი. თურმე გოგო ვერ დგას და ეს ბიჭი იჭერს. ტატუ აქტუალურობას არ კარგავს. გაიგეთ რა პროცედურები ტარდება სანამ სასურველი ნახატი თქვენსავე სხეულზე ამოიხატება. იმისათვის რომ ფერი კარგად ჩაჭდეს, სიცოცხლეც გაქრეს და ტატუირებას გართულებაც არ მოხდეს, რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ. საბჭოურმა ვალუტამ ახალი ფუნქცია შეიძინა. ბელორუსიაში მისგან ახალი ხელოვნების ნიმუშები შექმნეს. ყველაზე ფერადი საბჭოთა დროინდელი ფული აღმოჩნდა. დილის პრესა, ჰოროსკოპი, ინტერნეტის ამბები, სპორტის სიახლეები, ამიდის პროგნოზი, ვინილის მუსიკა. 13 მარტს გიორგი მგელაძის სადებიუტო კრებულის SMS-ის და საავტორო ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა. მაგვიძარა სტუმრები: გიორგი მგელაძე და მწერალი ბესო ხვედელიძე. ჯგუფი 1-4. მაგვიძარა, გაიღვიძე. დალევა, თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით შაბათ-კვირას. უხუცესი ასტროლოგი გეტყვით, ვინ როგორ იქცევა ალკოჰოლური სასმის ზემოქმედების დროს. მშვიდობისა დღეს 11 მარტია. როგორი სიმთვრალე აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს? მთვრალი ვერძი უტიფას სიტყვებს ისვრის. ილანძღება, იგინება და დანახვის თანავე გახლით ყველაფერს. რისი თქმაც აქამდე უნდოდა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოასწრო, თორემ სიფხიზლეშიც არ მოერიდებოდა. მთვრალი კურომ შვიდია და ბუნჩულა. ყველა უყვარს, ყველას ეფერება და ეხუტება. ბოლოს კი ხვეწნა მუდარის გარეშე მიდის სახლში და იძინებს. კარგი კურო, კარგი. მთვრალ ტყუპებს ერიდეთ, განსაკუთრებით მაშინ თუ მძიმე სამუშაო კვირა გელით ან დასასვენებლად იმყოფებით. იმდეს ლაპარაკობენ, იმდეს რომ როცა დაშორდებით, ჯერ კიდევ გესმით მათი ლატმობა და სახლში შესვლისთანავე გირეკავენ ტელეფონზე. დიახ, მობილურის გათიშვა და ინტერნეტის არ ჩართვა არ შველის. მათ ყოველთვის ისიან სად გიპოვონ.
თვალი კირჩხიბების კდებიან ტირილით, ხან სიყვარულს მისტირიან, ხან დედას, ხან შვილს, ხანაც უბრალოდ წარსულს, რომელსაც არასოდეს შეელევიან. თვალი ლომი ჩაიკრავთ გულში და აღარ გაგიშვებთ. ისედაც ემოციური ლომები 1000 მაგად ემოციური ხდებიან. რაც მთავარია, აღარ გიშვებენ, იმიტომ რომ ჩახუტების თანავე თქვენს მხარზე იზინებენ და ფისოებივით კრუტუნებენ. თვალი ქალწული არ არსებობს. ის მხოლოდ ნასვამი შეიძლება ნახოთ, ზომიერად ნასვამი. სასწორები სიმთვრალეში ძალიან სასაცილოები არიან. ხშირად სახლის გზასაც კი ვერ იხსენებენ და საცოდავ ტაქსის მძღოლებს საშილად აწვალებენ. სასწორებო ატარეთ ჯიბით ბინის მისამართი, ძალიან გთხოვთ. ეს ტაქსისტებმა მთხოვეს და გადმოგეცით. თვალი მორიელი ჩაგიხუტებს, ხელს შემოხოს და გაგათბობს. წინა ღამით დადებითად დამოხტულ მორიელისათვის ყოველი დილა ხალისიანად თენდება. თვალ შვილოსანს ერიდეთ, ხშირად თან აქვს იარაღი და წინ დაუხედავად ისვრის. აკონტროლეთ, რომ ბევრი არ დალიოს, თორემ შარში გაგხელს შეიძლება მისმა საქციელმა ცხოველის, ფრინველის ან ადამიანის ბედი შეიწიროს. ბახაბუხა. დინჯი აუღელვებელი. წინდახედული მოზომილად მოსაუბრე და მშვიდია ნასვამი თხის. თვალიც რომ იყოს, ვერაფერს შეამჩნევთ. მეტი საქმე არ აქვს, ან ემოციებს აღყვეს, ან ზედმეტი ლაპარაკით თავი შეიწუხოს. თვალი მერწყულის სახლში არ შემოიშვება. ერთხელ თუ დათვრა ზდიეთ და ეძებეთ. 2 კვირაში იპოვით მორიგი ახალი მეგობრის საწოლში. მის დათუნიასთან ან ძაღლთან ერთად. თევზებო, არავის მოუყვებით თქვენი სიმთვრალის ამბავს. თქვენ და თქვენმა ახლობლებმაც ჩვენივრად იციან ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ. შეეშვით სმას. ნუ შეგვაწუხე და გაუფრთხილდით თავს. დავისყი, დავმოჯო შენს მეგობრებმა ჯაჯები. მანდილოსნებო ყურადღებით რამაზი შემოგვიერთა თქვენთვის საყვარელი მომღერლის სიმღერით დილამშვიდობის რამაზ მაისური გვაჩვენე. შადე გვაქვს დღეს სწრაფად ვეთყვი, იმიტომ რომ ძალიან ცუდად დრო არის, ესე იგი შადე ქვია ჯგუფს, როგორც ჯგუფს, ასევე ეს არის იმ ქალბატონის სახელი, რომელიც ამ ჯგუფში მღერის, მისი სრული სახელია ჰელენ ფორაშადე ადუ. ის არის წარმოშობით ნიგერიელი, ანუ მამა ყავს ნიგერიელი, დედა ინგლისელი და 17 წლის ასაკამდე ცხოვრობდა ნიგერიაში, იქ დაიბადა, გაიზარდა და შემდეგ ჩავიდა ინგლისში უკვე. უკრავდა ბღეროდა ჯგუფში Pride back ვოკალისტად, შემდეგ შეამჩნიეს და იქ რამდენიმე ადამიანმა, სტიუარტ მეთიუმენმა და პოლ დენმანმა და ამ ჰელენმა, ასე ვთქვათ, შექმნეს ახალი ჯგუფი შადე, ისე რომ იმ ჯგუფიდან არ წამოსულან და მე ამ ჯგუფმა რო უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურა, ასე ვთქვათ, უკვე ცალკე იმ ჯგუფიდან სულ წამოვიდნენ. და პირველი ეს სიმღერა, რომელიც საერთაშორისო ჰიტი გახდა, არის Smooth Operator, რაც ნიშნავს დაახლოებით იგივე რაც Heartbreaker, ანუ გულის გამტეხავი თუ როგორ არის ეგ მექალთანე. ხო და ამ სიმღერით გახდა პოპულარული და ერთი ძალიან სასაცილო რაღაცა მოვიკითხე გუშინ მის ინტერვიუში, თქვა რომ ის იყო ვეგეტარიანელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. და თქვა რომ უცბად შევწყვეტო ეს ვეგეტარიანელობა, როცა უცბადო დავინახეო რაღაც მინდორშიო 2 ბატკანიო. და ვიფიქრეო რომ ეხლა სასწრაფოდ თუ არ წავედი და ხორცი არ მქონე შეიძლება მივარდე და იქვე ჩავკბიჩო ცოცხალ ბატკანს და მე ხევი ყოფილა ვეგეტარიანი. ხო და ნუ მოკლედ ესე არ ვიცი ორგანიზაცია პეტასგან თუ დაიმსახურა გმობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არსებობს გოგორო შადე არ შადე სიმღერები არ უყვართ. ძალიან ბევრს